წარმოიდგინეს სახლი, რომელიც იმდენად დიდი ხანია მიტოვებულია, რომ მთელ თაობებს არასდროს უნახავთ, რომ მასში ვინმეს ეცხოვრა. ამ კვირაში ჩვენ აღმოვაჩინეთ პორტუგალიური სასახლე, რომელიც თითქმის 600 წლეულია მიტოვებულია. ბოლო რაც ამ სახლში აღმოაჩინეს, იყო 1971 წელს, მაგრამ ქალაქში არავის ახსოვს, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. როგორც ჩანს, უფრო სავარაუდოა, რომ ეს სახლი ბოლო ათწლეულებში უბრალოდ საწყობად გამოიყენებოდა. ეს სახლი აშენდა 1800-იანი წლების შუაში პინტოს ოჯახმა, რომელიც ერთგული ქრისტიანული ოჯახი იყო. აქ ცხოვრობდნენ მათი ორი შვილი, ელისა და იოახიმი, რომლებიც რწმენისადმი დიდი ერთგულებით აღიზარდნენ. ელისა სავარაუდოდ ადრე გარდაიცვალა, რის შემდეგაც იოახიმი აქ მარტო ცხოვრობდა. ის ქრისტიანობისადმი ღრმად ერთგული გახდა. და რადგან არც ერთ შვილი არ ყავდა, იოახიმმა თავისი დღეები მშობლების სახლში მარტო გაატარა. თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს სახლი ნახევარ საუკუნეზე მეტი დროა ცარიელი და ხელუხლებელია, ხოლო სხვა ეპოქის მოგონებები მის კედლებში სიტყვასიტყვით ჩაკეტილია. ჩაგვერთეთ ამ საიდუმლოში. რა საიდუმლოებები დამალა ამ მიტოვებულმა სასახლემ თითქმის 60 წლის განმავლობაში? კეთილი დაბრუნება ყველას Bros of Decay-ზე, კამერის უკან როგორც ყოველთვის მე ვარ ლესლი, მისტერ დენი. ხო, აი ესე. შენ გამომართვი კამერა. გამარჯობა. დიახ, მადლობა რომ ისე ვიერე ბატონო. არაფრის. და ჩვენ ისევ ერთად ვართ პორტუგალიის მშვენიერ ქვეყანაში, დენის სამშობლოში. და აქ კიდევ ერთ ხელუხლებელ ადგილს ვირავთ. დენი, გითხარი რა არის ამ ადგილის ყველაზე განსაკუთრებული? ფიქრობ ამ ადგილის ყველაზე განსაკუთრებული ის არის, რომ აქ მღვდელი ცხოვრობდა. ზუსტად ასეა. იოახიმი ამ ადგილის ოფელი მღვდელი იყო. და რამდენადაც ვიცი, მღვდლის სახლი მხოლოდ ერთხელ მაქვს გადაღებული. აქ მული ჩასვით. ეს ჩემს საკუთარ ქვეყანაში იყო, მაგრამ ეს 6 წლის წინ მოხდა. ასე რომ, ეხლა პორტუგალიაში მღვდლის მიტოვებულ სახლს გადავიღებთ. და ეს ადგილი, ქალბატონებო და ბატონებო, გჭირათ თუ არა, მე-19 საუკუნის შუა პერიოდს ეკუთვნის. ძალიან ძველი ადგილია. ჩვენ ეხლა აქ ვდგავართ ეზოში. როგორც ხედავთ, აქ ყველაფერი ძალიან დიდი ხანია გადაზრდილია. ფაქტობრივად ეს ადგილი მიტოვებულია 1971 წლიდან. თითქმის 500 წლეულია. შეგიძლიათ წარმოვიდგინო ეს? გიჟურია, მაგრამ ეს არის ბოლო თარირი, რომელიც ვიპოვეთ, ასე რომ მართლა გიჟურია. ალბათ ასე იყო, რადგან ეს თარირი ჩვენ ორზე ორჯერ უფრო ძველია. შეგიძლიათ წარმოვიდგინო, რომ ამ ადგილას 50 წელია არავინ უცხოვრია. იმ დროს უკანა ეზო ალბათ საოცრად მშვენიერი იყო. უბრალოდ რომ გაგევლო. და აქ ეს პატარა შადრევნები, პატარა შადრევანი. უბრალოდ მშვენიერი ადგილია. კედელზეც კი პატარა წარწერა. ვაუ. ცხადად ჩანს, რომ ეს რელიგიური ადგილი იყო. თუ არ ვცდები დენი, ის კედლიდან გამოშვერილი ნაწილები ქანდაკებებისთვისაა, ხომ ასეა? ხო. და იქ იქნებოდა რელიგიური ქანდაკება თუ არ ვცდები. ხო. ზუსტად. ეს ის ფანჯარაა, საიდანაც მოგვიანებით შევალთ შენობაში. მაგრამ ჯერ მინდა ცოტა დაგათვალიერებინოთ ეს ტერიტორია და გაჩვენოთ რა უცნაურობები აქვს, რა თქმა უნდა. არ ვიცი ზუსტად რა მიზეზი ამისთვის, მაგრამ პორტუგალიაში ხშირად გვინახავს, რომ მნიშვნელოვანი და მდიდარი ადამიანები ძირითადად საკუთარ პირად სამლოცველოს ფლობენ. და აქაც ასეა. დენი, კონკრეტული მიზეზი იცი, რატომ ექნებოდათ სამლოცველო საკუთარ სახლში? მდიდრები არიან, ფული აქვთ და სურდათ საკუთარი პირადი სივრცე საოცავად. ასე რომ ალბათ ეს არის მიზეზი. ხო, ზუსტად ასეა. და ჩანს, რომ ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ ეხლა აღარ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ როგორც ხედავ, ადრე ძალიან დიდი სამლოცველო იყო. არ ფიქრობ, რომ ეს აიმე კავშირშია იმასთან, რომ იოახიმე მამაო იყო. რადგან ეს შენობა უკვე აშენებული იყო მანამდე, სანამ ის დაიბადებოდა. მართალია, მაგრამ ხო, მშვენიერია, რომ მათ საკუთარი პატარა სამლოცველო ჰქონდათ. და იქ მათ ზარიც კი აქვთ. ხო, ისინი ზარს რეკავდნენ. ვაუ.
ალბათ როცა ლოცვის დრო იყო ან რაღაცა მსგავსი. არ ვიცი. არა, უბრალოდ ზარი რეკავს ყოველ საათში, გარკვეულ საათებში. ხო, იმის სათქმელად, რომ ეხლა არც 1 საათია, არც 2 საათია. ბოლოს ერთი რამ მინდა გაჩვენოთ აქ, სახლს გვერდითი შესასვლელიც აქვს. შეგიძლიათ ნახოთ ეს ბალახით დაფარული კიბეები, სადაც ყოფილი მფლობელები ჩამოდიოდნენ და თავიანთ ადგილას მიდიოდნენ. ეს სიგიჟეა. სიგიჟეა როგორაა ყველაფერი ბალახით დაფარული. ხო, ეს პატარა ქანდაკებებიც კი აქვს. ნახე ისინი. ხო. როგორც ჩანს, ამ ბაღში ყველგან დამალული დეტალებია. გიჟური. ხო, ჩემთვის ეს ადგილი ცოტათი მითიურ ადგილად მეჩვენება, რადგან ასეა გადაზრდილი. ხო, საკმაოდ ლამაზია. ეხლა შეგვიძლია ამ კარითაც გავიაროთ და სახლის ეზოს მეორე ნაწილში გადავიდეთ. გულწრფელად გეტყვით. აქ შეგიძლიათ ნახოთ, ეს იყო სამლოცველოს გვერდითი ხედი. და ამ ტერიტორიაზე უამრავი შენობაა. და მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია იმ ბიზნესთან, რომელიც იოახიმამდე არსებობდა და მისი მამებისა და ბაბუების დროიდან მოდიოდა. მაგრამ იმიტომ, რომ ეს შენობები ფაქტობრივად 100 წელზე მეტია, არ გამოუყენებიათ. ხო, ეს აშკარად ასე იყო, ის უბრალოდ მღვდელი იყო, მას ბიზნესთან მეტი არაფერი სურდა. ხო, ესე. როგორც ხედავთ, აქ ესენი ძველი სამეურნეო ნაგებობები და ბეხლებია. ხო, ჩვენ ვერც კი შევდივართ შიგნით. ყველაფერი ასეა, ყველაფერი დასრულებულია ძმაო. მაგრამ ამ შენობის სტილი მომწონს. სინამდვილეში ძალიან დიდია, ქვემოთ დიდი სარდაფია, ზემოთ კი ის საკუთრება. გულისხმობ და მე უკვე ამდენიმე საკითხს ვიხილავდით. მაგრამ ეს შენობა წლების განმავლობაში განახლახდა. ზოგი ნაწილი დამატებულია, მაგალითად, ეს გადასასვლელი, რომელსაც აქ ხედავთ, მოგვიანებით დაამატეს. სავარაუდოდ ეს ადგილი ერთ დროს ღვინის წარმოებისთვისაც გამოიყენებოდა და სხვა სხვადასხვა საქმიანობისთვისაც. აი გადასასვლელი. ამ ვიდეოში მოგვიანებით მიგიყვანთ იქ. ეხლა გიჟოა ყველას გაჩვენოთ ამ ადგილის შიგთავსი და გაჩვენოთ სად ცხოვრობდა იოახიმე და სად ცხოვრობდა თავად ოჯახი. შევიდეთ შიგნით. კარგი, დროა შევიდეთ. ყველას ვათვალიერებთ. ზოგჯერ მთავარი კარით შედიხარ, ზოგჯერ ფანჯრიდან. არასდროს იცი სად გაჩნდება შესასვლელი ბუნებრივად დროის განმავლობაში. ამას აგიღებ შენ თუ ჩემო მეგობარო. გმადლობ. და მე შიგნით. ამ ოთახში სინათლეა ანთე. ხო, დახურე ეგ. კარგი. უბრალოდ პირადი სივრცისთვის. რომ შვიდად გადავიღოთ ეს ადგილი და ნამდვილად მომიხვეთ იოახიმის ცხოვრებაზე. მაგრამ მას ჰყავდა და ელიზა და ისიც აქ ცხოვრობდა. ჩვენ მაშინ ძალიან ლამაზ ოთახში შევედით. როგორც ხედავთ, აქ დარჩენილია რამდენიმე ლამაზი ავეჯი. მე და დენი უკვე ვსაუბრობდით ამაზე. ის მღვდელი იყო. ძვირადღირებული ნივთები მისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ იყო. ხო. მაგრამ ავეჯი, რასაც აქ შიგნით ხედავთ, ყველაზე მეტად მისი მშობლებისგან, ბებია-ბაბუისგან იყო, თაობიდან თაობაზე გადმოსული, სანამ ეს ოჯახი აქ ცხოვრობდა. ხო, მან უბრალოდ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც მათ დაალაგეს. ხო. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იოახიმმა ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებისათვის. ასე რომ, ალბათ მან დროთა განმავლობაში მთელი თავისი ქონება გააჩუქა. რა თქმა უნდა, რუკია ქადაგებელი იყო. ამიტომ. ხო. მიყვარს ეს გამოსახულება ამ ქალის, რომელიც აქ კედელზე გვაქვს ჩამოკიდებული. მოოქროვილი სურათის ჩარჩო. და შემდეგ ეს ქალი აქ. ვფიქრობ, ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ბებია ამ ოჯახის წინა თაობებიდან. ასევე ლამაზი. პაულ სტრიტის სკამი. ვაუ. უკვე საუბრობდით, ვიცოდით თუ არა რამდენი წლის იყო ან საიდან იყო. ხო, ეს არის, შენ გეგონა რომ 18 საუკუნის იყო, ხო ასეა? ეს ნამდვილად 18 საუკუნის ხო. თუ ეს არაა 18 საუკუნე, მაშინ ეს 19 საუკუნის დასაწყისია. ან ინფოთბენენ პერიოდის რეპლიკა. ხო. შეიძლება ასეც იყოს, ხო? მაგრამ ეს შესანიშნავი სკამია. და ჩემი საყვარელი ავეჯის ნივთი, უდავოდ ეს დიდი დივანია, რომელიც აქ გვიდგას. ასევე ალბათ ნივთი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგრამ აშკარად პორტუგალიური ნაკეთობა ჩანს. ხო, ეს ბადე აქ ძალიან პორტუგალიურია. ხო, ძალიან გამოკვეთილია. ეს კვეთებიც ასევე. ჩემი აზრით, ამ ნივთის ყველაფერი ძალიან პორტუგალიურია. დიახ,
ეს არის და ძალიან დიდია მართლა, უზარმაზარია. ხო, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ეს კაცი ამ დიდ სახლში მარტო ცხოვრობდა. ხო, აქ ყველგან ავეჯია, სკამებია, მაგრამ ის აქ მარტო ცხოვრობდა. თავიდან დასთან ერთად, მაგრამ როცა და წავიდა, მარტო დარჩა. აქ სარკეა. საოცარი სარკეა. და იქით ის დივანიც საკმაოდ ლამაზია ვიტყოდი. ხო. მიყვარს დეტალები ამაზე, ეს გერბია? ეს უბრალოდ რაღაც ის დიზაინია, ხო. კარგი. და აქ გვაქვს ესეთი დიდი უჯრის მსგავსი ნაწილი. ის არის. ის არის. ეს ასე გამოიყურება? არა. ეს სკივრია. ხუმრობ? არა. ეს სკივრია? ვაუ. აქ შიგნით განყოფილებაა. კი, სრულიად ცარიელია, მაგრამ ეს მარფამაგარია. კი. ვაუ. რამდენიმე ნაწილია, ლექსები აქა? ხო, ალბათ ეს ყველაფერი ბიბლიიდანაა, ხო? არა, არ არის. შეიძლება ოფილიყო. ვერ ვკითხულობ, რადგან ლათინურადაა. ვაუ. ალბათ რელიგიური შინაარსისა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა წერია. და ბევრი მათგანი კი ხო? აქ კიდევ ერთიც კი არის. სურათი, კიდევ ერთი მისი 4 წინაპრიდან, რომელიც აქ კედელზეა დარჩენილი. ის თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავითხრეს, რომ ეს სახლი მთლიანად სავსე იქნება რელიგიური გამოსახულებებით. იოახიმი ძალიან ერთგული იყო თავისი ძმენის და ეს ყველაფერი მის სახლში იყო განთავსებული. მე და დენი ამაზე საუბრობდით, ეს ძალიან უბრალო ტელევიზორია. და ალბათ მას ამ ძვირადღირებულ ნივთებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ზუსტად. ამიტომ უბრალოდ პატარა ტელევიზორი იყო და რამე ენახა, ხო? ასევე აღფრთოვანებული ვარ იმ წიგნებით, რომლებიც აქვე აწყვია მის გვერდით. Hallo, ¿qué tal? Christian, ეს ნიშნავს ქრისტიანობას? არა. The Christian Year. The Christian Year. ეს რაღაცა, ეს უბრალოდ წიგნის სახელია მგონი, არ ვიცი. კარგი. არ ვიცი რას წარმოადგენს. და ოქროთი მოჭედილი ბიბლია, როგორც ხედავთ. შეიძლება. ეს მისი ყველაზე საამაყო ნივთია. ვაუ, ეს მშვენიერია. რა ოთახია? კი, მოდი, მიმოხილვას გავიკეთებ. და ასევე მომწონს, რომ ჭერი აკლეფილია. ისე უბრალოდ უყურებდი მას. აქ ადრე ჭავი ეკიდა, მაგრამ ეხლა აღარ არის. შეიძლება კატიდა და მთელი ფული გააჩუქა. ხო. ნახე ეს კარები, რომლებიც შემდეგ ოთახში გადის. ხო. ვაუ, უზარმაზარი კარები. სიგიჟეა. აქ მინა, მერე კი რკინის ორნამენტები. ვაუ. რატომ უნდა გქონდეს ასეთი კარები სახლის შიგნით? ისეთი კარებია თითქოს სახლიდან გარეთ გადიხარ. ხო, როგორც ჩვენ სახლში. ხო, როგორც პირველი შესასვლელი ან მეორე შესასვლელი? ხო, არ ვიცი. ისინი ხო არა, თითქოს ამადნეს არ შეეფერება. ხო, მაგრამ აქაც ჩანს, რომ ეს ადგილი შელესილია. ამიტომ ეს კედლები ადრე უფრო შიგნით იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ელექტროენერგია. და ეს პლასტიკი არ არის, უბრალოდ ცოტაოდენი ცემენტია. და აქაც ხედავთ, რომ ქვების აღდგენა ცემენტით ცადეს. ასე რომ ისინი არა. და ელექტროენერგია მოგვიანებით დაამატეს. რადგან როცა ეს შენობა აშენდა მე-19 საუკუნეში, რა თქმა უნდა, მაშინ ელექტროენერგია არ იყო. ამიტომ მოუწიათ ამ ჩამრთველების დამატება და საკმაოდ კარგადაც მოაწყვეს. ზოგჯერ სასახლეებში ხედავთ, რომ ჩამრთველებს პირდაპირ კედელზე ამაგრებენ, მაგრამ აქ ისინი პირდაპირ კედლის უკან დაამონტაჟეს. ეს საკმაოდ კარგია. ვაუ. ვინ არიან ეს ადამიანები? არ მაქვს წარმოდგენა. როგორც ჩანს, ეს ფოტო საკმაოდ ახალია. ვიტყოდი 1950-იანი, 1960-იანი წლები ალბათ. ხო. ეს საკმაოდ ძველია, მის გვერდით. ხო, ძალიან კარგ ფორმაშია. შეხედე რა ტანსაცმელი აცვია. ხო. ძალიან გახუნებულია, ხო? ვაუ, ლიქიორის კარადა. ყველა პორტუგალიურ სახლში უნდა იყოს ლიქიორის კარადა. რა თქმა უნდა. რა გვაქვს აქ? პორტვეინიდან. ეს არის პორტვეინი. ეს არის თეთრი პორტვეინი. ან გონია რომ ეს სიტყვაა, მაგრამ უფიქრობ უბრალოდ იქ არის გაკეთებული. ჩვენ გვაქვს. ქონდა 79 ეს შოტლანდიური ვისკია. საოცარი. შეგიძლია ალკოჰოლის დალევა თუ მუდელი ხარ. კი, რა თქმა უნდა. მე ვსვამ ალკოჰოლს. ეს არ არის ჩემი კითხვა. შეხედე ამ სურათის სტილს.
გაფერმკრთალდა. ფოტოში ავეჯი ისეა განლაგებული, რომ ყველაფერი ჰარმონიულად გამოიყურება. ეს უბრალოდ მშვენიერია. ვიტრაჟი აქვეა. ამ სახლის დიზაინისა და აშენებისას ნამდვილად დიდი ყურადღება დაუთმეს დეტალებს. სცენარეები პირდაპირ ამ ადგილას იზრდება და იფხრობს მას. შეხედეთ ამ საცხოვრებელ სივრცეს, საკმაოდ მყუდროა, ასე ვიტყოდი. ხა, ეს საცხოვრებელი სივრცეა. ეს უფრო მყუდრო ადგილია, არა რაღაც გადაჭარბებულად მდიდრული. უფრო ჩვეულებრივად გამოიყურება, ასე ვთქვათ. სახლი, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდრული სახლია, მაგრამ ზოგადად მან ძალიან უბრალოდ მორთო. ხო, საფრანგეთში როცა ძველ სასახლეში ან ციხე-სიმაგრეში მიდიხარ, ყოველთვის ხედავ ძალიან მდიდრულ ავეჯს, ჭაღებს და ყველაფერს. ეს ადამიანები მდიდრები იყვნენ, მაგრამ ამას არ აჩვენებდნენ. ხო, გინდა რომ კომფორტული იყოს. ხო, ესე. არის ეს სურათი, რომელიც სამწუხაროდ ძივის ჩამოვარდა. შეიძლება? ეს ფოტო არის, მაგრამ უფრო ნახაც გავს. ხო, ზუსტად. შენ ფიქრობ, რომ ეს ფოტო არის, კი? ამაში დარწმუნებული არ ვარ. მგონია რომ კარგი, ჩემს სიტყვებს უკამილებ. აღარ ვიცი. და აი აქ გვაქვს საიდუმლო სერობა, რომელსაც ბევრ პორტუგალიურ ადგილას ვხედავთ. ბუხარი ძალიან დიდი ხანია არ ანთებულა. ეს რაღაც სახის უარის განცხადებაა? ხო, ზუსტად. ხო, ეს ძალიან დიდია. არ ვიცი რატო არის ესეთი დიდი, მაგრამ მართლა დიდია. ჰეი, თუ გწხევა, მაშინ. გულისხმობ, ხო. არა რატომაც არა. ხო და მე სოფები აქ შეიძლება ბუხრის წინ დაუდგათ. ამაზეა. აქაც არის რამდენიმე სურათი, დენი. მოდი შეხედე ამას. გონია ეს შეიძლება იოახიმი იყო. ალბათ. ხო, ჩანს რომ ის აქაც უკვე საკმაოდ ასაკიანად გამოიყურება. შეიძლება ეს ფოკუსში მოვიყვანო, ხო? ხო. და ეს შეიძლება მისი და იყო. ხო. დიდი ალბათობით. ასე რომ ეს ორი იყო ამ ადგილის ცხოვრები. ალისა და იოახიმი. ვაუ. ეს სიგიჟეა. და კიდევ რამდენიმე ძველი სურათი აქვს ქვემოთ. ეს კაცი. ნახე რა კარგი ფოკუსია, შეხედე როგორ კარგად აცვია. ხა. ადრე ფოტოს გადაღება იყო. ეს იყო მოვლენა. ეს იყო მოვლენა, ხო. ხო. აბსოლუტურად. ცოტა დაზიანებულია, მაგრამ ხო. ვაუ, ძალიან მიყვარს ამ ძველი სურათების ნახვა. და ამ სახლში მხოლოდ ძველი ნივთები ვნახეთ აქამდე. პირდაპირ არაფერია, რაც ახალ ეპოქას უკავშირდება. ხო, არაფერია ახალი ეპოქიდან. ნახე მაგალითად ეს ტელევიზორები აშკარად 1960-იანი და 1960-იან წლების ტელევიზორებია. ისინი იმ პერიოდისაა. დიახ, პირდაპირ არც ერთი რამ არ არის 2000-იანი წლებიდან. დიახ, არაფერი, ნული, არაფერი. ლამაზი ციგნები აქ დატოვებული. ასევე რაღაც რაც მეაც კი შემიძლია ვიცოდე. კიდევ ერთი სურათი მათი წინაპრების. ვაუ, გონია რომ სამწუხაროა რომ ქანდაკებას თავი არ აქვს. ხო, მოტეხილია. დავინახე თავი, რომელიც უჯრის თავზე ეგდო, ასე რომ ალბათ ეს არის ამ ქანდაკების თავი. იცი, ეს ადგილი დიდი ხანია ნადგურდება და დროთა განმავლობაში ნივთები იატაკზე ვარდება და ინტროება. ხო, გინახავს ამ ოთახის ჭერი? ჩემი აზრით საკმაოდ განსაკუთრებულია. ეს ის ტიპური პორტუგალიური ჭერია, რომელსაც ყველა სასახლეში და მსგავს ადგილებში ვხედავთ. ის როგორც კვადრატული ჭერი. ხო, ზუსტად ესე. მაგრამ რაღაცნაირად პირამიდას გავს, შებრუნებულ პირამიდას. და მერე კი ხო, ასე ხდება. აი ეს არის ის, რასაც ხედავ, როცა პირამიდის შიგნით დგახარ. ხო. და ზუსტად აქ უკან გვაქვს სასადილო სივრცე. სინამდვილეში საკმაოდ დიდი სასადილო სივრცე. და ისე როგორც ადრე ვითხარი, ამ სახლში ძალიან ბევრი სკამია. ასე რომ შეიძლება აქ ბევრი სკამია. იოახიმი დრო და დრო ბევრს თუმარს იწვევდა. ის მოდელი იყო, ასე რომ. რატომაც არა. და ერთი რამ, რასაც ამ სასადილო სივრცეში ხედავთ და რითაც მიხვდებით, არის ის, რომ ეს ადგილი 50 წელია მიტოვებულია და ობობის ქსელები ყველგანაა დაუზიანებელი. აქ აღარავინ შედის. შეხედეთ ამას. შეხედეთ ამ კუთხეს. ხო, უბრალოდ ამ ნაჭრებზე ჩამოვარდნილა აქ. ფრთხილად, ობობის ქსელს ლამპით ამტრო, ბოდიში. ისე თითქოს არაფერს დააზიანებ აქედან, მაგრამ მგონია რომ ეს ახლა ადგილის ნაწილია. ხო, მართალია. დიდი სასადილო მაგიდა აქა, მთელი ფაიფური და ყველაფერი ისევ აქ დგას. ვაუ.
თეფშები და ყველაფერი. ძალიან ლამაზია. ჩვენ კიდევ პატარა ჯილდოც კი გვაქვს, ან რაღაცა მსგავსი, ან საპატრიო მოხსენიება, ან რაღაცა აქ კიდია. აქვს მიღების დიპლომი. მე ვკითხულობ სახელს. ხო, გაფემგთალებულია. 1921 წელი, ვაუ. ვაუ. ეს დაუჯერებელია. მარია, ეს პრეზიდენტია. პრეზიდენტი. ვერ ვკითხულობ იმ სახელს, რაც იქ წერია. ის ჯერ კიდევ გაფერმგთალებულია, ხო? ელისა. ეს ელისა? ხო, შემიძლია. მეორე სახელსაც ნაწილობრივ ვკითხულობ, ასე რომ ხო ალბათ ის არის. ეს ქალიშვილისთვისა. და დიპლომი რაზეა? ჩაწერე ბრატიმა სანტო, ეს რელიგიური თემებია. რელიგიური თემებია, რა თქმა უნდა. რას ელოდი? არ ვიცი. ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს რელიგიურია. ხო, ეს რელიგიური თემებია. ხო, სხვა არაფერს ველოდით ამ ადგილიდან. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, წავიდეთ უფრო შორს. ამ ლამაზი ოთახიდან აქედან გავაგრძელებთ გზას დერეფანში, რომ ნახოთ კიდევ რას ვიპოვით ამ სახლში. ყველაფერი ისეა, რომ აქ გადადუმული ყოველი ნაბიჯი თითქოს წარსულში დაბრუნებას ჰგავს. ხო, და ეს ძალიან მომწონს. თითქოს ამ ადგილებში 50 წელია არავის გაუვლია და ჩვენ ვართ პირველი ადამიანები, ვინც აქ შემოვიდა. გიჟურია იმის თქმა, რომ ეს ადგილი 1971 წლიდან მიტოვებულია. ჩემი მშობლები მაშინ ახლა დაბადებულები იყვნენ და ჩვილები იყვნენ იმ დროს. შეგიძლია წარმოიდგინოს. ალბათ შენი მშობლებიც მაშინ ჩვილები იყვნენ. ხო. ხო, ისინი 5-6 წლისები იყვნენ, ჩემი მშობლები. ხო. ხო, ზუსტად იგივე. აქ შევდივართ სახლის პირველ საძინებელში, ძალიან ახლოს ამ ისაღებ ოთახთან. ხო. ძალიან ტრადიციული საძინებელი. ხედავთ, ყველაფერი იშლება და იქ განათებას ჩამქრალია, ლია. მაგრამ ყველაზე ბიჟური ნაწილი ისაა, რომ ხის ნაჭერი პირდაპირ კარს ამაგრებს. სათოლზე ვეყრდნობი და უკვე ვგზნობ როგორ ჭრიალებს. ალბათ ტერმიტებმა დაიპყრეს. ხო, ყველაზე მეტად ასე ჩანს. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ მთელი საწოლი ისევ გაწყობლილია. ისევ, მაგრამ ბრჭყალებში. ბრჭყალებში, იმიტომ რომ ალბათ ცხოველებმა აქეთ-იქ დაყარეს ან რაღაც მსგავსი. ან იქ ვანდალები შემოვიდნენ ოდესმე. ხო, ძალიან მომწონს ეს ხელოვნების ნიმუში. და რა თქმა უნდა, მარიამ საწოლის თავზე რომ დაიცვას ამ ოთახში მყოფი ადამიანი ღამით. ხო. და მე სკამზე. ვაუ. უკვე ხედავ ამდენ დოკუმენტს და ფოტოს. ხო, შეგვიძლია იმ კუთხიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ასე მგონია. ეს ისაა. ეს ისაა. მგონია რომ ეს ისაა. მაშინ ეს ალბათ იოახიმის ოთახიც უნდა ყოფილიყო. ეს ალბათ უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად მისი ოთახის ფლობელი. იქ იყო მისი სურათი, სადაც ის ჩაცმულია თავისი სამღვდელო სამოსში. ხო, ეს მშვენიერია. ძალიან ამაყი კაცი ვფიქრობ და ეს იგივე კაცია, რაც მის ალებში ფოტოზე ვნახეთ მგონი. ხო, დაახლოებით იგივეა. ხო. ხო, აქაც ძალიან ბევრი ძველი დოკუმენტია. იმ პერიოდის ჟურნალებს ვხედავ, აქ რამდენიმე ბუკლეტია. ქვემოთ პორტუგალიისა და ესპანეთის რუკას ვხედავ. შეხები ამას. ძალიან ძველი რუკა. პენინსულა ჰისპანიკა. ვაუ. აქ ისევ შეგიძლიათ ნახოთ იგი. ეს ხო იგინახავთ? ნახავთ? აი ეს. ხედავთ? კი, ეს იგივე სურათია, კი, ეს იგივე კაცია. კი, არა. კი, ნამდვილად იგივე ადამიანია. ვაუ. ასე რომ ეს ნამდვილად ის ოთახია, სადაც ეს ნივთებია. კი, აბსოლუტურად. და შემდეგ აქ რამდენიმე სურათი დაგვრჩა. გონი ესენი ყველა სხვადასხვა ადამიანი, ხო ასეა? ხო. ძალიან ძველი სურათებია. უცნაურია. ხო, ეს ადამიანები ერთნაირად გამოიყურებიან? არა, ისინი ერთნაირები არ არიან. არ მგონია რომ ეს იგივეა. ვაუ. და კიდევ ერთი სურათი აქ. ესენი ყველა ახალგაზრდა მამაკაცებია. ალბათ ისინი არიან თავიანთ. სკოლაში ან 20-იან წლებში არიან და ჯერ კიდევ სწავლობენ, ხო. ალბათ ბაღში ან რამე მსგავსში. ხო, ალბათ, მოიცადე. პლუს შეგიძლია ესაც ბოისკაუტია მგონი. ხო, გაერთიანეს, ხო, კარგი, ხო. აქ წერია შესაწირი თუ რაღაც მსგავსი, შესაწირი. ხო. ეს ადამიანს გადაეცა. და ისინი აკავებენ ემოციებს, არა. არა, ეს ემოციები არა. ქრისტიანული საზოგადოება, არა. ეს ქრისტიანის ჯვარი. ქრისტიანი, ეს რაღაცაა.
ეს რაღაც ძველია. როგორც ქრისტიანი. მაგრამ ვუყურებდი და აქ წერია 1935 წელი. ამერტო ჩემ ეს ძველიაც. აი, რამდენად ძველია. ხო. და ახლა ხან თვალის კუთხით დავინახე, რომ იქ კიდევ ერთი იყო. ეს გინახავს? 1904-დან 1905 წლამდე ეს იყო ტუნა. ეს ტუნა სკოლის მუსიკალურ ჯგუფს გავს. კარგი. კურსო, რაღაც რასაც ვერ ვკითხულობ ბრაგის სემინარიის შესახებ. ასე რომ, ესე იგი, ეს იყო სასულიერო სემინარია, რაღაცა მსგავსი. ხო, სემინარია, სადაც ღვთლებს ამზადებენ თუ უბრალოდ სკოლა, ხო, ესე. გონია რომ ეს სურათები ამ ადამიანებს უნდა უკავშირდებოდეს. ალბათ. უკანა მხარეს რამე აქვს? კი. მე და მეგობარი, კი, ესენი მეგობრები არიან. მეგობრები უგზავნიან ფოტოებს. ავერთა ჩემო, შეხედე ამას. კიდე უფრო მეტია. ვაუ, ესენი ალბათ ყველა ის ხალხია, ვინც იმ ფოტოზეა. შეხედე ამას. ვაიმე. ვაუ, უბრალოდ უყურებ. პირდაპირ თვალს ჩამივარდა. ხო. აი, ნახე, თუ იგივე ხალხს იპოვე. ხო, უყურებ, თუ იგივე ვიპოვე, ეს ადამიანი ზუსტად ამ ადამიანს გავს აქ. შეიძლება. ეს მართლა ისა, ეს მართლა ისა. ხო. არის, ხედავ მსგავსებას? ხო, ეს ორი ზუსტად ერთნაირია. ესე იგი, ესენი მისი მეგობრებია 1905 წელს. ხო. ამერთო ჩემო. ესენი ყველა იოახემის მეგობრებია იმ დროიდან. და ეს ყველა სურათი აქ დარჩა. ხედავ. Un amigo ნიშნავს მეგობარს. კი, მესმის. ეს დაუჯერებელია. ეს სრულიად დაუჯერებელია. ვაუ. და იმ დროს ესეთი სურათების გადაღება დიდი მოვლენა იყო. მაგალითად 1905 წელს და ესეთი სურათის გადაღება ეს სრულიად დაუჯერებელია. გონია რომ ეს პირდაპირ მნიშვნელობით განძია, რომელსაც ახლა ჩვენს ხელებში ვიჯერთ. კიდევ ერთი ვიპოვე? კიდევ ერთი? უბრალოდ ფერთან ერთად დააკავშირე. სურათი. აქ მთელი გერბი და ყველაფერი ჯერ კიდევ უცვლელია სურათზე. ბრაგას გერბი, ვაუ. ეს სულ სხვა რამე არა, დღესდღეობით უბრალოდ დააცკაპუნებ. იღებ 12 სურათს, მაგრამ მაშინ ასე იყო, ფორმალურად ჩაცმული მიდიოდი სურათის გადასაღებად. ეს იყო ფოტოს გადაღების დღე. ხო, იმიტომ რომ დღეს შეგიძლია მილიონი სურათი გადაიღო. ხო, ადრე მხოლოდ ერთი იყო. უბრალოდ პატარა წიგნი. არის რამდენიმე წერილი და სხვა რაღაცები, რომლებიც ალბათ წლების განმავლობაში მიიღო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო ასეთ წერილზე. შეხედეთ რა ლამაზადაა დაწერილი. როგორც ჩანს, ხალხი დროს უთმობდა, რომ ესეთი რამ დაეწერა. და ეს არის 1904 წლის ივლისიდან. ასე რომ ეს წერილი, რომელსაც ხელში ვიჭერ, 120 წლისაა. ხო, მაგრამ ეს მათი მშობლებისთანაა დაკავშირებული, რადგან მგონია, რომ აქ წერია imposto seu, რაც ნიშნავს, რომ ეს მთავრობისგან არის. ეს რაღაცის ყიდვა ან გაყიდვაა, მაგალითად მიწის ნაკვეთის ან რაღაცის. კარგი, ხო. ისინი ალბათ ძალიან დიდრები იყვნენ და ბევრი ქონება და მიწა ჰქონდათ. აქ ქვემოთ ბეჭდებიც კი ჩანს, რაც მას ძალიან ოფიციალურს ხდის. ხო, ეს ბეჭდები იმისთვისაა. ხო, ბეჭდზე წერია 1904 წელი, ხო? ეს ბეჭდები რაღაცის გადასახდელადაა, არა წერილების გასაგზავნად. კარგი. ისინი განსხვავებულია, ხო? დენი, აბსოლუტურად გაოცებული ვარ იმით, რაც აქ ვიპოვეთ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. შეშლილი. ეს პირდაპირ დაუჯერებელია. მგონი მისი ტანსაცმელიც კი აქ არის დატოვებული. ხო, ეს ოთახი სრულიად ხელუხლებელია. ეს იყო იოახემის მისი ბოლო ოთახი. ალბათ ის ფოტოები მას საბავშვო ბაღში გატარებული დროის მოგონებად ჰქონდა შენახული. ხო. ალბათ ეს ძალიან უყვარდა და აფასებდა. ის ამას ძალიან აფასებდა, ხო. მგონი აქ რაღაცას ხედავ. ხო. 1971 წელი. ხო, დაახლოებით იმ პერიოდში გარდაიცვალა. და ეს არის Flyer Fest-ისთვის, წვეულებისთვის. კარგი, ეს მოხდა 1991 წელს. და ჩვეულებრივ ეს წვეულებები ყოველთვის დაკავშირებულია მღვდლებთან, რადგან ამას ყოველთვის რომელიმე წმინდანი უკავშირდება. ასე რომ ეს არის როგორც ქალაქის და ეკლესიის წვეულება. ასე რომ ეს ალბათ ბოლო იყო, რომელსაც ის დაესწრო. ასე რომ ალბათ ესეც მისი გარდაცვალების თარიღია, იმ წელს, როცა ის გარდაიცვალა. ვაუ. შეიძლება ნახო როგორ მიყვარს ეს. აი ეს სურათი იმ კაუჭიდან ჩამოვარდა, აქამდე ჩამოვიდა და ნაწილებად დაიშალა. ეს გაპარტახების ნამდვილი ნიშანია. დროთა განმავლობაში ესეთი რაღაცები ხდება. ეს არის ის, რაც ყველაფერს დაემართება ამ სამყაროში. და აქ შეიძლება ნახო როგორ მიმდინარეობს ეს დეგრადაციის ეტაპები. ვაუ.
რა სურათია? ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ხედავთ, სკამებიც და ავეჯიც კი მოიტანეს, რომ მათი მნიშვნელობა, მათი იცით ნიშნულობა წარმოედგინათ. არისტოკრატია, ხო. აქ ფონზეც ხედავთ, რომ ეს რაღაც ხალიჩას გავს, რომელსაც ჩამოწევენ, რომ ეს სურათი შექმნან. გიჟურია. ლამაზია. აქ კიდევ ერთი რელიგიური სურათია. გინდა სასადილო ოთახის მეორე მხარე ნახო? ის. ერთდება. იმიტომ რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზით ვერ წავიდოდით, რადგან არ გვინდა დავაზიანოთ ეს ობობის ქსელები, რომლებიც აქ არის. მაგრამ აქ შეგიძლიათ ნახოთ სასადილო სივრცის მეორე მხარე. ფრთხილად, სინათლე, დენი, არ გვინდა რომ ობობის ქსელში გაება. კარა და ჯერ კიდევ სავსეა, ძვირფასი ჩურჩლითა და ფაიფურით. სავსეა ბრჭყალებში. ბრჭყალებში 50 წლის შემდეგაც კი მე მაინც ამას სავსედ ვთვლი. ეს საათის მსგავსი რამეა? ხო, ეგ. აღარ არის. გამჭვირვალე არ არის. იქ ფანჯარა არ არის. ეს საკმაოდ განსხვავებულია. შენ არ ფიქრობ, რომ ეს საათი იყო? მე ვფიქრობ, ეს უფრო შესანახი რაღაცა იყო. რისთვის? ზუსტად არ ვიცი. ეს ავეჯი არ ვიცი. იატაკის საათს არ გავს. ჩვეულებრივ მას ციფერბლატის სანახავი სარკმელი უნდა კონდეს. ხო, მართალი ხარ. მართალი. ეს მართალი. მიუხვარს, რომ ეს სცენარები ნამდვილია. ამდენ დროის შემდეგაც კი აქ დგანან. ხო. ზემოდან ისევ ეკლებიანი დარჩა. ხო, მაგაზე. ხო, უბრალოდ ერთი წამით უნდა გამიაზრებინა. გინდოდა გეჩვენებინა? ხო, მინდოდა მეჩვენებინა. ამ სკამსაც უყურებდი. ვაუ. ლამაზია, ძალიან მომწონს აქ გაკეთებული ასოები. ხო. და აქ ქვემოთ ხის ორნამენტებიც. დანაი. უბრალოდ მინდა ფრთხილად იყო. ფრთხილად იყავი, რადგან ზურგს უკან დიდი ობობის ქსელი გაქვს. ხო, ვიცი. ჯერ კიდევ აქ არის. კარგი, მოდი აქ, გავაგრძელოთ. ხო, პისი. ამ ადგილებში წასვლა საშიშია. აქ კიდევ ერთი ოთახია. ეს კარები ამდენი ხნის შემდეგაც ისევ ასეა. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან კარის უკან შეიძლება რაღაცა იყოს. ხო, იქ არის სკამი. კარგი, მოდი. ეს იდივე გრავიურა, რაც მეორეზე იყო. და მე მგონია, რომ ცოტა ჯადუქარს გავს ან რაღაცას, მაგრამ მგონია, რომ უფრო რაინდია. ეს რაინდია. მას თავი აქვს. ხო, მას ჯავშანი აცვია და ყველაფერი. აქ კუთხეშია მოთავსებული, ამ სახლში ყველგან ერთნაირი სკამებია, ასე რომ ეს რაღაცას ნიშნავს. ეს შეიძლება ელიზას ოთახი იყო. ხო, ყველაზე მეტად ასე ჩანს. ის წავიდა. გონია, რომ მან სახლი ადრე დატოვა და მთელი ცხოვრება აქ არ უცხოვრია. მაგრამ ეს ალბათ მისი ოთახი იყო. ნება მომეცი წამით დავჯდე, მინდა მის სარკის მაგიდასთან დავჯდე და ვნახო, რა ნივთები ქონდა აქ. ნახე, ეს არის ჩანახატების წიგნი ბანკისთვის. ესენი ჩეკებია, ხო? მაშინაც კი მისი სახელი აქ წერია, ელისა პინტო. ხო, მისი სრული სახელი აქ. ეს შეიძლება იყოს, ეს ძალიან ძველი სურათია. არ ვიცი, ეს თუ ის არის, მაგრამ ვგულისხმობ ალბათ, როცა ახალგაზრდა იყო, ხო? ხო, იმიტომ რომ იოახიმსაც ესეთი სურათები ქონდა, ხო. ხო. შეიძლება და ყოფილიყო. და ეს საოცარია. ჯერ კიდევ ასე კარგადა. შენახულია, ძალიან კარგადაა შენახული, ხო? ფოტო. ნახე რა არის უკან. 1924 წელი გიოცა, მგონი ასე წერია. არა, ეს შეთავაზება. კიდევ ერთხელ შეთავაზება. შეთავაზება რაღაცისთვის, ცერემონიის. ამიზადე მეგობრობა და რაღაც თუტორზე. ხო, 1924 წელი. ჩის, ეს ძველია. და აქ დილით იჯდა, საკუთარ თავს უყურებდა და ემზადებოდა დღისთვის. ვაუ, ეს დაუჯერებელია. რა თქმა უნდა, ყველგან რელიგიური გამოსახულებებია, რას ელოდი. ეს საწოლი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იოახიმის მეორე საწოლი. ხო, მაგრამ ნამდვილად თაგვიან რაღაც მსგავსი. ხო, ცხოველებმა ცოტა შეჯამეს. ხო. შეხედე ამას. ვაუ, მისი ტანსაცმელიც კი ჯერ კიდევ აქ არის. ეს ნამდვილად ქალის ტანსაცმელია. ხო, ასე რომ ეს ნამდვილად მისი ოთახია. ნამდვილად ელიზას ოთახია. ვაიმე. ღმერთო ჩემო. ეს უბრალოდ ფარდა. კარგი მინდოდა ეს დამეხურა. და ეს სკამების გროვა აქ ხო უბრალოდ, ხო? მეც ახლა შევამჩნია ეს. ვაუ. ეს რას ნიშნავს? მოიცა, ესენი ყველა ერთი და იგივე სკამებია. ყველა ერთნაირია, ალბათ კარბი ფასად იყიდეს, სადღაც 2400 евро, ან რაღაც მსგავსი. ხო. ხო, ალბათ.
აქ დიდი არეულობაა. ხო, ეს ოთახი არის? შენ გაჭედილი ხარ. არა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ეს არის. ეს ოთახი დიდი არეულობაა და მე და დენი უკვე ვიფიქრეთ. მოიცადე სანამ ამ ოთახში შეხვალ. მე ზუსტად იგივე ფოტო აქ ვნახე. ვაუ. ხო, ეს იგივე ფოტო. ზუსტად იგივეა, მაგრამ აქ თითქოს კარგადაა შენახული. ამბობდი რაღაცას ბოდიში. ხო, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვილაც აქ ოდესღაც შემოვიდა, რაღაცის საძებნელად. ხო, ალბათ ძვირფასეულობა. ხანდახან როცა ვანდალები იგებენ მიტოვებული შენობის ან ვილაცის გარდაცვალების შესახებ, აქ შემოდიან და ყველაფერს ანგრევენ ძვირფასეულობის საძებნელად. ეს პირველი რამაა, რასაც აკეთებენ. და ჩანს, რომ ეს ორჯერ გააკეთეს. ხო, ხო. აქ უკვე აღარაფერია დარჩენილი. მგონია, რომ ეს ალბათ სადილის სივრცე იყო თავის დროზე. ხო, არ ვიცი. ასე ჩანს. ხო, ზუსტად. ის რასაც შენ მიუთითებ, ყველაზე ძვირფასია. ხო. თუ რამე ძვირფას აირებდი, მე მალე ავირებდი. მაგას. ხო. ზუსტად. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასად ჩანს. ასეც არის, ორიგინალია, ხეზეა დახატული. ხო. ასე რომ, ნამდვილად ორიგინალია. ძალიან რელიგიურია. არ ვაპირებ მღვდელი რამეში დავადანაშაულო, მაგრამ ეს ეკლესიაში უნდა იყოს. ხო, 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 ხო. არ ვამბობ, რომ თქვენ წაივეთ, მაგრამ ეს ისაა, რასაც ეკლესიაში ხედა. ეს ისა, რასაც ეკლესიაში ვნახავდი, ხო? არა ესეც სახლში. როგორც პანელი წმინდანის უკან, ან რაღაცა მსგავსი, ხო? ხო, ზუსტად. ისე მშვენიერია. გინდა ჯერ აქ გადმოიხედა. კი. რადგან აქ რაღაც მსგავსი რამ მქონდათ. ეს არის ეს იყო უფრო გვიანი ნაგებობა, იმიტომ რომ ეს ბეტონია, ხო? ხო, ზუსტად. აქ საკმაოდ მტკიცედ ჩანს. ალბათ ეს ხია, მაგრამ კედლები ნამდვილად ახალია. ხო, იმიტომ რომ ქვას ვერ ხედა. აქედან შეგიძლია გადახედო მინდვრებს და უბრალოდ დატკბე ხედით აქედან. ეს დივანი აქ. ასე რომ ვფიქრობ, იოახიმი ხშირად იჯდა აქ და უბრალოდ უყურებდა ყველაფერს. ესეც ეს დიდი რამეც ეკლესიაში უნდა იყოს. ხო, ხედავ? ხო, ეს ბევრ ეკლესიაში მინახავს, ხო? ხო, ზუსტად. იქ სცენარები მთლიანად ხმება. დიდი ხანია. აქაც ყვავილების კოთნებიც არიელია. ხო. ვაუ, ფრთხილად. მინის ნამსხვრევზე გახარ. აქ ყველგან მინის ნამსხვრევებია. ეს რა მოწყობილობაა აქ? სულიად არ მოგწარდგე. დიდი ჩანგლის მსგავსი ჩანს. ხო, არ ვიცი ეს რა არის, მეგობარო. და აქ უკან კიდევ ერთი ოთახია. ეს რაღაც აბაზანას გავს, რომელიც ძალიან ბინძურია, ხო? ამ ხარესაც ბურთების აბაზანაა? ხო. არაფერია განსაკუთრებული. იმ არეული ოთახიდან აქაც არის პატარა კარი, რომელიც სახლის სამზარეულოს ნაწილში გადიოდა. და აქ ნამდვილად შეგიძლიათ დაინახოთ ამ ადგილის ასაკი, რადგან ეს სამზარეულო ძველია. ხო. ჩემო მეგობრებო, ეს ძველია. ეს კარადებსაც ეტყობა, ბუხარსაც და ამ ოთახში ყველაფერსაც. არც კი ვიცი სად უნდა ვიხილო, რადგან ყველაფერი ისეთი ძველი და არეულ-დარეულია. ყველაფერი ერთ გროვაშია და გადატრილია. შეიძლება უბრალოდ, ხო. ხო, სწორედ ამას მინდოდა აღვნიშნო. ვაუ. აი ესე ხვდები, რომ ძველია, მართლა ამოჭრილია. ქვა ისე ამოჭრილი, რომ შადრევანი იყოს აქ. ხო, პატარა უნკანიც არის, ხო ასეა, ხო, ზუსტად. ეს უბრალოდ დეკორაცია. ეს ნაწილი უბრალოდ დეკორაცია. გონია კადრე სარეცხი ნიჟარა იდგა, მაგრამ ალბათ გამოიტანეს. ადრე წყალს მოიტანდნენ და იგდებდნენ. კარგი, ხო. აქ არის ნიჟარა, ამ ხარეს ძალიან მომწონს ეს კარადა, რომელიც აქ ვქონდა, ამ ხის ჯოხებით, სადაც თეფშებს და ყველაფერს შორის აწყობდი, ეს უბრალოდ ულამაზესია. შეხედე ამ ღუმელის ტაფებს. ხო.
ხო, ამას ჩვენ edX ვეძახით. ინგლისური სიტყვა არ ვიცი. არც მე ვიცი. არც მე. შეხედე იმ კარადას. ვაუ. ხო. ვაუ, ალბათ ხელით არის მოხატული. დიდი ალბათობით. ჯერ კიდევ სავსეა ყველა თებშით. და აქ ამ ხარეს არის ხუმელი, რომელზეც ადრე ამზადებდნენ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეხლა ზედ პლასტმასის ნაჭერია. ასე რომ ალბათ დიდი ხანია აღარ გამოუყენებიათ. ეს ძველი ნაცარი ჯერ კიდევ შიგნითაა. ეს პორტუგალიურია? ხო, გიმარაესში? ხედავთ მაგათ? ხო, ხშირად ხედავთ მაგათ. ბოდიში შევწდი. ჩექმებიც კი. იოახიმის ჩექმებიც კი აქ დგას. რა? ო, ეს ეკლესიის ზარია. მართლა? ხო, სულაც არ ხუმრობ. არა, ეს ბაზაა. ზედა ნაწილი. ხო, ეს ზარის ზედა ნაწილი. ზარის ზედა ნაწილი. ხო, მართალი ხარ, ჯერ კიდევ აქ არის დარჩენილი. ვაუ. ეს აქ ჩამოიტიდებოდა და ეს კი, ხო, ზემოთ-ქვემოთ იმოძრავებდა ზარის ასამუშავებლად. აქ ბევრი მტვერია. ხო, ფრთხილად უნდა იყოს. ნახე, აქ ყველა ეს თარო. მაგრამ მგონი ჯერა შეიმჩნევია. აქ არის კიბეც, რომელიც ქვემოთ ჩადის და ამ ადგილის სარდაფში გადის. მოდით ვნახოთ, რას ვიპოვით იქ ქვემოთ. იმიტომ რომ სახლს ქვემოთაც დიდი ნაწილი აქვს, რომელიც ჯერ არ გვიჩვენებია. ეს ძალიან მოხერხებული კიბეა. და ეს გვიყვანს სახლის სარდაფში. აქვე შეგიძლიათ ნახოთ შენობის კონსტრუქციაც. ხისდია ხის მორები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. დიახ, ძალიან მტკიცე. იგრძნობა, მტკიცეა, მაგრამ თან ძალიან ხელნაკეთი ჩანს. დიახ, ზუსტად. ეს უბრალოდ რაღაცაა, რაც ვიღაცამ დაამზადა. ხედავ იქ, წლების განმავლობაში ტერმიტების ხრელები. ხო, ოდესმე ჩამოიშლება, მაგრამ დიდ ხანს ძლებს, უკვე 50 წელია დგას. ამ ოთახის კუთხეში ასევე გვაქვს უზარმაზარი სეიფი, რომელსაც ხშირად ხედავთ ესეთ ძალიან ელეგანტურ შენობებში, ასე ვიტყოდი. ხო. და აქ ის ქვებით აავსეს. ის უბრალოდ ქვებითაა სავსე. შეხედე მექანიზმს. ესეც ჩვეულებრივ ვერ ნახავ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ეს მართლაც ულამაზესია სანახავად. ხა, ამ საცავის სრული მექანიზმი. თუ გინდა ნახო მეგა საცავი, აუცილებლად ნახე ჩვენი ვიდეო ჩიკაგოს ბანკზე. ბევრი ასეთი საცავი ნახეთ იქ და ეს ნამდვილად ვიდეოა, რომელიც არ უნდა გამოტოვო. ხო, ეგენი მართლა გიჟურია. აქაც კი დარჩენილია რამდენიმე სავსე ღვინის ბოთლი. ამბობენ, რომ რაც უფრო ძველია ღვინო, მით უკეთესი დეწვირია. ასე რომ მგონი ეს ბოთლები სახლში უნდა წავიღოთ. არა ყველა ღვინო, ზოგიერთი ღვინო. არა. ზოგიერთი ღვინო ნამდვილად სპეციალურად ამისთვის უნდა იყოს დამზადებული, ხო ასეა? ხო. თეთრი ღვინოები ჩვეულებრივ კარგად არ ძველდება. სარდაფში მაგიდა, დენი. ამიხსენი რატო? რატო გექნებოდა აქ მაგიდა? სამუშაო მაგიდან. უბრალოდ ყველაფრისთვის, რაც დაგჭირდება. ჩემთვის ცოტა სადილის მაგიდას გავს. ზემოდან კალამიც დევს, ნამდვილად არა ადგილი, სადაც ვისადილებდით, ხო? მაგალითად, თუ ღვინის ბოთლის შევსება გჭირდება, მაგიდა გჭირდება. ხო, ეს მართალია. აქ კიდე მეტი კარადა და ეს რაღაც ოთახში შეგვიყვანს. და მგონი ერთ დროს ღვინის მცირე წარმოებაც ჰქონდათ. ხა, ცხადად ჩანს, რომ ეს აქ ღვინის საწურია. მგონია ეს უფრო იმისთვისაა, რომ არ მინდა არა. არ ვიცი. ზოგჯერ ამას ზეთისხილის ზეთისთვის იყენებენ, ზოგჯერ ღვინისთვის. ფრთხილად იყავი, შეიძლება ჩამოვარდეს. ხო. შეიძლება ანჯამიდან ავარდეს. ვაუ, ჯერ კიდევ ძალიან რბილად მოძრაობს. არ ვიცი როგორ უნდა მართო ესეთი მანქანა, მაგრამ ძალიან მიყვარს მასთან თამაში. ხო. და ესენი აქ არის შესანახი აუზები, ხო ასეა? ხო, ამ რაღაცებს აქ გვერდზე აქვთ მექანიზმი, რომელიც იმ ხარეს შეგიძლია დაატრიალო. ეს ხო, ვხედავ ხო. თუ გადაატრიალებ. მოდი შეხედე კამერას. შიგნით ყურძენი უნდა ჩადო. და აქ შიგნით მექანიზმებია. და ყურძენი დაიჭყლიტება. ხო. ფეხებით ჩხლეტის ნაცვლად უბრალოდ ამას გააკეთე. კარგია. და მათ ორი აქვთ. ხო, მათ დენზე მომუშავე ვერსიაც კი აქვთ. ხო. ცხადია მოგვიანებით დაამატეს. ხო, ნამდვილად მოგვიანებით დაამატეს. კალვი, რა საინტერესო სარდაფია. ნამდვილად გვიჩვენებს უფრო მეც იმ დროინდელ სახლზე. იმ დროს ღვინის კასრები აქ იყო. ესეთი რაღაცები.
საინტერესოა. აქ ზემოთ მანსარდაც არის, კიბე ზევით მიდის. ძალიან საშიშია. გთხოვ ფრთხილად იყავი, მეგობარო. ხედავ რომ შენობა აქ ნელ-ნელა ინგრევა. იწყებს მზარების გაჩენას. ხო, შეგიძლია ნახო, კედელი პირდაპირ ასია. თაბაშირი ცვივა. გრძნობ ამას. ზემოთ ახედე დენი, ჭელის ფანჯარა. ვეცდები დრონითაც გადავიღო. ხო, ეს ის პატარა ზედანაწილია, ხო? ხო, უკვე გარედან ნახე. ხო, პატარა კოშკივითა. ხო, ზუსტად, მინის კოშკივით, რომელიც შენობიდანაა გამოშვერილი. პორტუგალიურ სახლებში ბევრი სახურავის ფანჯარაა, ძალიან მომწონსე. რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლე შემოდის. მით უკეთეს. მათ კიდე უფრო მეტი ესეთი სკამი ჰქონდათ. რა ხდება? მათ უამრავი ესეთი სკამი აქვთ და ვერ ხვდები რატო, იმიტომ რომ იუახიმი აქ ფაქტობრივად მარტო ცხოვრობდა. შეიძლება ხანდახან ბევრი სტუმარი ხალდა. ხო, ალბათ ასე. მიუყვარს ეს პატარა სხვენი. გონიერ რომ ადრეა კიდე უფრო მეტი ბავშვი იძინებენ. აქ საწოლის ჩარჩოს ჩანს. აქ კიდევ რამდენიმე ოთახია. მაგრამ ჩემი აზრით არაფერია განსაკუთრებული. სასიამოვნოა, ფრთხილად დენი. ეხლა ქვემოთ ჩავდივართ და მერე. სრულიად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ადგილის დათვალიერებით. ძალიან მომწონს იუახიმისა და ელისას და პინტოს ოჯახის ისტორია. დენი, შენ რას ფიქრობ ამ ადგილზე? ეს ჩემთვის განსხვავებული გამოცდილება იყო. არასდროს მინახავს მუგლის სახლი. არა. განსაკუთრებით ისეთი დიდებული როგორიც ესა. არა. და როცა ხედავ, რამდენი წელი გავიდა და ეს ყველაფერი ისევ აქა. გიჟურია. ხო, ჩემთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ 50 წლის ისტორიაში უბრუნდებით. ალბათ ამას ცდილობდით თქმას. ხო, ზუსტად, გიჟურია. მიხალია რომ სანამ ეს ყველაფერი გაქრება, ჩვენ შევძელით მისი დაფიქსირება. ეს ინტერნეტში სამუდამოდ დარჩება. ასე რომ მადლობა ყველას, ვინც უყურეთ ამას. თქვენ ამის ნაწილი ხართ. და გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კარგი კომენტარი. აღწერაში ასევე არის ბმული იმ გვერდზე, რომელზეც იმყოფებით. იქ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს. და აუცილებლად გაეცანით ამ პატარა პორტუგალიელ ბიჭსაც, რომელიც კამერის უკან დგას. გმადლობ, მისი ბმული აღწერაშია. და ამ ყველაფრის შემდეგ დიდ მადლობას გიხდით. და გნახავთ მომავალ კვირას კიდევ ერთ საოცარ ეპიზოდში. გთხოვთ არ ჩამოვარდეთ. ყველას ძალიან მიყვარხართ. ნახვამდე.